საუკეთესო ყურსასმენი რაც კი ოდესმე გამოსულა თამამად შემილია თქვა და აი ეს არის ახალი Apple-ის ყურსასმენი. არ ვიცი რა გააკეთა Apple-მა, ეს ორი ხელი ტაშს უკრავ, მსგავსი მაგარი ყურსასმენი მე არ მინახია. ყველა მიცდოთ ჩემთვის ეტალონი არის Bose-ები და ხმის იზოლაცია ყველაფერი მაგარი და ვიტყვიო ხმის იზოლაცია არ ვიცი თუ არ ჯობია იგივეა. ერთადერთი გამჭირვალობაში ცოტათი ჯობია Bose, ყველა სცენარში უკრავს საოცრად, აი უბრალოდ არის ზღაპარი ყურსასმენი და აი ბოლომდე ვაუწევ, ყველა ყურსასმენს რაღაცას ატყობ და ბოლომდე აწევ უზეთ საოცარი. ეს არის ალბათ ვიტყოდიო Apple-მა რაღაცა საოცრება შექმნა. ჩემგან მიკვრის ესე რო ვაქებ, ერთი მინუსი მაინც უპოვე პოსტა მაგიდაზედებისგან კეისი დამეკაცა. ეხლა რაც შეეხება ძველ მოდელს, ვითომ არაფერი გაუმჯობეს და ჩიპი, მარტო ჩიპი არ არის. დამატებული აქ ეს ხმა უკეთესად გაატაროს და აქ ბევრად უკეთეს ხმა ვიდრე წინა მოდელს. ასევე ესენი შეიცვალა ყურში უფრო კარგად ზის, აქ კიდე კაფეა დამატებული, როდესაც ყურში გიდევს ეს კაფე იბერება და ბევრად უფრო ვაკუუმის ეფექტს აძლევს და ბევრად კარგად გიჯდება ყურში. ჟღერადობა საოცარი, თუ ძველს ყოფნიდა 6 საათი, ამას ხმის იზოლაციით ვაყოფნის, გამჭირვალობით 10 საათი ყოფნის და ყველაზე დიდი პლუსი, წინა მოდელი AS-ე, უბრალოდ კეისში რო გიჯდა, მაგრა აკლდებოდა კეისს. 4 დღეა მიდევს და 1% არ მოკლებია. ყველაფერი აქ საოცარ დონეზე და ვთვლი რომ ბაზარზე ამაზე კაი ყურსასმენი არ არსებობს თან ამფაში. ხა ვიღაცა გამოხდება და Bang & Olufsen 4000 ოღირს, ბოდიში არ შემიდარებია, თუ ვინმეს გაქვთ, მათხოვეთ და შევატარებ. შემდეგ ვიდეოში მექნება ეს Apple-ის ბოლო მოდელი, Watch Ultra 3-ის და GT5 Pro-ს შედარება, რომელიც 3-ჯერ უფრო იაფიღის და 4-ჯერ უფრო მეტხანს ყოფნის ელემენტი და უფრო პრემიუმ ხარისხია ჩემი აზრით. ვიტყვი ამის პლუსებსაც და მინუსებსაც. აბა